გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გიორგი და ეს არის არხი იდეა პორტალი. დაახლოებით 80% ჩემი ვიდეოებისა, რომელიც ეხება ფილოსოფიას, რელიგიას, მეცნიერებას, სოციოლოგიას, თავისი არსით და პრინციპებით ტრიალებს ერთი თემის გარშემო, რომელზეც საუბარია ვიდეოში წესები და კანონები. მათი კონტექსტია და მათი განვრცობა, ამ თემის განვრცობა. როგორც ხერხემალი, ისეა ეს თემა, რომელიც განხილულია ზემოთხსენებულ ვიდეოში. იმ ვიდეოს ლინკს აღწერაში დავდებ. რაც შეეხება თვითონ ორი სიტყვით იმ ვიდეოში, რაზეა საუბარი და მერე უკვე საინტერესო რაღაცებსაც დავამატებ ამას, რომელიც შემეცნებით იქნება და კარგი მოსასმენი იქნება მსმენელის. ჯერ მინდა ერთ ტერმინს შევეხო, სანამ ამას დავიწყებ, ერთი პატარა გადახროვა გავაკეთო. რამდენიმე ვიდეოში ადრე მე ვახსენე ერთი ფრაზა, ერთი ტერმინი, ვიყენებდი უпроსოდ ერთ ტერმინს, რომელიც მოგვიანებით აღმოაჩინე, რომ დისკუსიის დროს აღმოაჩინე, რომ ადამიანებს რატომღაც სხვანაირად ესმის, სხვანაირად გაიგეს. კერძოდ საუბარია ესეთ ტერმინზე სიცოცხლის გაგრძელება. ანუ მე რამდენიმე ვიდეოში ეს ვახსენე, რომელიც ამასთან დაკავშირებული თემატიკით იყო და ზოგიერთმა რატომღაც აღიქვა როგორც ერთი პიროვნების, ანუ ადამიანის სურვილი, რომ სიცოცხლე გაიხანგრძლივოს. მინდა გითხრათ, რომ არანაირი შეხება ამ ტერმინის მაგ ფენომენთან არ აქვს. ერთადერთი ვიდეო, სადაც ჰქონდა სიცოცხლის გაახანგრძლივებაზე საუბარი, ისიც სხვა კონტექსტში იყო და არანაირი პიროვნების სიცოცხლის გაახანგრძლივება რაღაც ქიმიური, ბიოლოგიური, სამედიცინო მეთოდებით, ამაზე საუბარი საერთოდ არ იყო. იქ უფრო ფილოსოფიური კონცეფციები იყო მოყვანილი. მით უმეტეს ეს ხარე უკვე რაც მედიცინას ეხება, ხო, ჩემი კომპეტენცია არ არის და რავი, არ ამგონია რომ ამაზე რაიმე თემატიკის ვიდეო ჩავწერო თუ რაღაცა არ გავერკვევი საკითხი. ანუ თუ თქვენ რომელიმე ვიდეოში სიცოცხლის გაგრძელება ისე გაიგეთ, როგორც პიროვნების სურვილი სიცოცხლე გაიხანგრძლივოს, ჩათვალეთ, რომ ის ვიდეო საერთოდ არ გაიგიათ და ჯობია რომ მეორედ გადახედოთ და სულ სხვა სამყარო წაარსდგება თქვენს წინაშე. საუბარია ბუნების სამყაროს მახასიათებელზე, სიცოცხლის ფენომენზე ზოგადად, ანუ ადამიანზე კი არა, ზოგადად სიცოცხლის ფენომენზე, როგორც სამყაროს თვისებაზე, რომ გაიხანგრძლივოს არსებობა. ამაზეა საუბარი. ანუ ესე თუ არ გაგიგიათ იმ ვიდეოში გამოთქმული მოსაზრებები, ხო, ჩათვალეთ, რომ ის ვიდეო საერთოდ საკითხი არ გაქვთ გაგებული თავიდან ბოლომდე. ან სხვანაირად სხვა შეხედულება შეგექმნათ ამის შესახებ. ანუ მე რამდენიმე ვიდეოში ვახსენე, რომ სიცოცხლის ფენომენი, ესე ირიბად მივანიშნე, სიცოცხლის ფენომენი არის სამყაროს თვისება, რომ ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს ის ბალანსი, რაც აქვს, ის მდგომარეობა, რაც აქვს. მაგალითად, თვითონ ის მომენტი, რომ ინდივიდები ბერდებიან და კვდებიან, სამყარომ ევოლუციის შედეგად მოიგონა გამრავლება, ხო? ანუ შთამომავლობის დაბადება. იმისათვის, რომ ეს გაგრძელდეს. აქ მარტო ცოცხალზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაც ცოცხალი არსება, თან ეს გამრავლება უამრავი ფორმა არსებობს, ხო? შეწყვილებით და ისედაც ერთი სქესი რომ არსებობს ცოცხალ არსებებში, ხო? და მცენარეებში კიდე სხვადასხვა ფორმების გამრავლების, ხო? ანუ ეს თვითონ ფენომენი სიცოცხლის არის სამყაროს მახასიათებელი თვისება. ამაზე იყო საუბარი, ამ გაგრძელებაზე, ან იმას ნიშნავს, რომ სამყარომ თავისი არსებობა გაიხანგრძლივოს. ხო, ცოტა ბევრი მომივიდა ამას განმარტება, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა, რომ კიდევ რაღაც საკითხები არის, რომელიც შეიძლება სხვანაირად გაიგოთ და ამიტომ თუ რამეს აღმოაჩენ, ამდაგვარს აუცილებლად განმარტავ ხოლმე. ხო, ეხლა მთავარ თემას რო დავუბრუნდეთ. იმ ვიდეოში რაზეა საუბარი, ორი სიტყვით, მას კანონები და წესები, როგორც ასეთ, მე დავყავი კატეგორიებად. პირველი იყო სასიცოცხლო, ანუ სირთულის მიხედვითაა დაყოფილი. სასიცოცხლო, ანუ ისეთი ტიპის კანონები, როგორც არის მაგალითად ძალიან პრიმიტიული, რომელიც მიმართულია გადარჩენისკენ, მაგალითად, რა ვიცი, კლდიდან რომ ფეხი ნაბიჯი არ უნდა გადადგარო, არ გადავარდე, საეჭვო საჭმელი რომ არ უნდა შეჭამო, რომ შეიძლება მოიწამლო, რაღაც მტაცებელს რომ უნდა ერიდო, რომ არ შეჭამოს და ასე შემდეგ, რა, პრიმიტიული წესები, რომელიც ადამიანს ინსტინქტის დონეზე და გამოცდილების დონეზე აქვს და რომელიც ასევე ცხოველებსაც აქვს დაცებლებთან ურთიერთობაში. მეორე კატეგორია იყო ორგანიზაციული, ანუ როგორც არის მაგალითად კანონები, განაწესი, კონსტიტუცია და ასე შემდეგ, რომის სამართალი, თქვა თავის დროზე, რომელიც მიმართულია ასევე გადარჩენისკენ, ოღონდ უფრო სოციუმის და არა ინდივიდების, უპირველეს ყოვლისა სოციუმის ორგანიზებისკენ და ეს ორგანიზება მიმართულია, რომ სოციუმმა აი აქ კიდევ ვიხმარ იმ ტერმინს, სიცოცხლე გაგრძელდეს, ანუ
ინდივიდების სიცოცხლეზე კი არა, ბიოლოგიურ სიცოცხლეზე, როგორც ასეთი ფენომენი გაგრძელდეს. თქვათ, კაცობრიობის არსებობა გაგრძელდეს, ხო? სხვათა შორის ეს ცხოველებშიც არის ორგანიზაციული ოღონდ ინსტინქტის დონეზე, მაგალითად გლების ხროვაში არის რაღაც იერარქიები, ხო? ლომებში, მაგალითად კატისებში და ჯიშებში და შემდეგ. და მესამე კატეგორია ეს იყო ამამაღლებელი, ესე დავარქვი, რომელიც რელიგიასთან დავაკავშირე და რელიგიაც ამასთან გავაერთიანე, როგორც თავში ვახსენე, რომ რელიგია ეს უკვე არის წესები, რომელიც შიგნით არის მიმართული და პრინციპში ეს უფრო სირთულის მიხედვით უფრო მაღალ დონეზეა, იმიტომ რომ პრინციპში ადამიანურმა არსმა თუ არ შეძლო საკუთარი თავის კონტროლი, შესაბამისად ის დანარჩენი კატეგორიაც ძნელი დასაცავი იქნება, ხო? თუ არ შეგიძლია მაგალითად ინტერესი დათგუნო და სადღაც საეჭო ტყეში არ შეხვიდე, რომელიც დაწევლებით არის სავსე, ესე იგი შეხვალ და შეგჭამენ, ხო? ანუ ის შინაგან ხასიათთან არის სამუშაო, რაღაცეების დათგუნვასთან არის სამუშაო, იმისათვის რომ შინაგანი წესებია საჭირო დაიცვა, იმისათვის რომ დანარჩენი წესებიც კატეგორიის წესებით შესრულდეს, ხო? მოვიყვანე მე იქ ძველი აღთქმიდან ცნებები, ასე ვთქვათ, რომელიც სინამდვილეში ამ ტიპის წესები იყო, ამ კატეგორიის წესები იყო, პირველი კატეგორიისაც კი იყო. რა არ უნდა გააკეთო, რომ ვთქვათ, შენ სიცოცხლეს საფრთხე არ. მოკლედ, რელიგია იმ თემაში, იმ ვიდეოში გავაერთიანე, როგორც გადარჩენის საშუალება. უпроსტად ის წესები, რომელსაც ადამიანები რელიგიის წყალობით იცავენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გინდა ეს იყოს აბსტრაქტული რელიგია, გინდა პრაგმატული რელიგიები და ასე შემდეგ. კაი, ეს იმ ვიდეოს რაც შეეხება. ეხა იქ რაც არ ყოფილა. იქ რაც არ ყოფილა, იყო კითხვა, რომ ხო, და მე ეს ვიდეო მთავრდება იმით, რომ რა არის ესეთი კანონი, აქსიომით მთავრდება, რომ სინამდვილეში სამყაროც ისეა აგებული, რომ რაღაც დოზით არის თავისუფლება და რაღაც დოზით არის წესები. არც უკიდურესი შეზღუდვა და წესებია კარგი, იმიტომ რომ ეს სისტემის კოლაფს გამოიწვევს და სისტემა არაფერი არ შეიქმნება. არც უკიდურესი თავისუფლებაა კარგი, რომ ეს გამოიწვევს იმას, რომ იქნება ქაოსი და სტრუქტურები არ შეიქმნება. ამიტომ ეს უნდა იყოს დაბალანსებული. და ამით მთავრდება ის ვიდეო. მაგრამ იქ უკვე ჩდება ერთი საინტერესო და ასე ვთქვათ, ყველასათვის ტკივნეული კითხვა, რომ როგორ უნდა დავიცვათ კონკრეტულ სიტუაციაში ეს ბალანსი, ხო, რა რაოდენობის თავისუფლება, რა რაოდენობის წესები, ეს კითხვა ჩდება, ხო? საქმე იმაშია, რომ არ არსებობს უნივერსალური კანონზომიერება ყველა სისტემისთვის. ყველა სისტემისთვის ეს ბეწვის ხიდი, სადაც უნდა დავიცვათ ბალანსი წესებსა და შეზღუდვებს შორის, სხვადასხვა და მე ხა შემოგთავაზებთ მთავარ ფორმულებს, ასე ვთქვათ, მექანიზმებს, რომელიც საერთო ამ ყველა სხვადასხვა სისტემისთვის. ერთ კომპანიაში არსებული შიდა განაწესი არ გამოდგება სხვა კომპანიისთვის. სხვადასხვა სტრუქტურა აქვს, სხვადასხვა წარმოება, სხვადასხვა ერთი და იგივე მართვის წესი, ვთქვათ, თიმში არ გამოდგება სხვა თიმისთვის, იმიტომ რომ სხვა ტიპის ხალხი შეიძლება მუშაობდეს, სხვა ტემპერამენტის და ასე შემდეგ. ასევე ოჯახსაც ეხება იგივე. ბავშვის აღზრდას იგივე, ვთქვათ, იგივე მას სწავლებას და ასე შემდეგ, ხო? პირველი რაც შემიძლია აქსიომის სახით გითხრათ, არის ესეთი რაღაცა. პირველი ნიშანი იმისა, რომ ზედმეტი შეზღუდვებია, არის ის, რომ სისტემაში არ არის ინიციატივები. ან თუ ინიციატივები არ არის, რაღაცას შეზღუდვები არის ზედმეტი. პირველი ნიშანი იმისა, რომ ზედმეტი თავისუფლებაა, არის ის, რომ სისტემაში არ არის კონცენტრაცია ამოცანაზე. მიზანზე კონცენტრაცია არ ხდება. ანუ ეს შეიძლება ავიღოთ ფორმულის სახით. ეხლა შემოგთავაზებთ უკვე მექანიზმს, როგორი ტიპის შეიძლება იყოს. მექანიზმი ამის რეგულირების. ყველა სისტემის უნდა მოიძებნოს მახასიათებლები, რომელთაც აქვთ მანევრირების უნარი. აი თქვათ, პირობითად რო ავიღოთ 0%-დან 100%-მდე, ხო? რაღაცა მახასიათებლები. აი ავიღოთ მაგალითად კომპანია. კომპანია მახასიათებელი, დავარქვათ ამას კონსტანტები და რატო დავარქვი კონსტანტები ამასაც, რომელიც თავიდან რეგულირდება და მერე არის მუდმივი. ესეთნაირად რომ ვიგულისხმოთ რას წარმოადგენს კონსტანტა ამ შემთხვევაში. კონსტანტა როგორც წესი ნიშნავს იმას, რომ მუდმივია და არ იცვლება, მაგრამ პირობითად რატო დავარქვი ეს სახელი, ამას ცოტა მოგვიანებით. ანუ ეს პირველი კონსტანტა იყოს კომპანიისა, მაგალითად ის, რომ ხელფასის მიმართება სამუშაოსთან. ანუ 0 ამ კონსტანტის 0 მნიშვნელობა ნიშნავდეს იმას, რომ
ადამიანმა რაც არ უნდა სუდად შეასრულოს სამუშაო, ან საერთოდ რომ არ შეასრულოს სამუშაო, ხელფას მაინც უხდი. ეს იყოს 0. და 100 იყოს ის, რომ ადამიანმა რაც არ უნდა კარგად შეასრულოს სამუშაო, ხელფას არ უხდი. ანუ 100 არის, რომ კომპანიაში არ მუშაობს ადამიანი, ხო? რაღაც პერიოდი ასრულებს სამუშაოს იდეალურად, მაგრამ ხელფას არ უხდი. ეგეთი რაღაცები როგორც წესი არ ხდება, ხო? ეს არის უკიდურესობები, მაგრამ ხდება რაც არის ამათ შორის. მაგალითად, თქვათ, ადამიანი თუ 5-ჯერ გადააცილებს დედლაინს, ანუ რაღაც საქმეს თავის დროზე არ გააკეთებს, მას ეძლევა ნახევარი ხელფასი. ან 10-ჯერ თუ გადააცილებს, მაშინ ეძლევა ნახევარი ხელფასი. ან თუ ასე გადააცილებს 5-ჯერ, ამის შემდეგ მისი ხელფასი იქნება მუდმივად განახევრებული. ანუ ეს არის უკვე რეგულირება 0-დან 0-სა და 100-ს შორის, ხო? მეორე პარამეტრი შეიძლება იყოს მაგალითად ურთიერთობა. მაგალითად 0 იყოს ის, რომ ადამიანი თუ ზედმეტად ურთიერთობს ჯგუფის წევრებთან და ხელს უშლის მათ, მიუხედავად ამისა, მას მაინც უხდი ხელფასს. ადამიანი და 100 იყოს რა, ადამიანი თუ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში საქმიანი ურთიერთობა აქვს ჯგუფის წევრებთან და საერთოდ არ თავის საქმეს აკეთებს და არავის არ უშლის ხელს და პირიქით ხელს უწყობს, მაინც არ უხდი ხელფასს. ეს იყოს ამის 100%, ხო? როგორც წესი ხდება ამათ შორის. აი ესეთი რაღაცა 5, 10, 15 მახასიათებელი რომ ჩამოიწეროს მაგალითად კომპანიისთვის, ხო? იგივე ან თქო ოჯახისთვის სხვა კონსტანტები იქნება. ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეცაა საუბარი, როცა მე ვლაპარაკობ, პარალელები შეიძლება გაივლოს, ხო? და ასე შემდეგ, ურთიერთობებში და წარმოიდგინეთ, ეს არის დაახლოებით რას გავს, ცით? აი DJ-ები რომ არიან, თქვათ ელექტრონული მუსიკის DJ-ები, ხო და წინ ხომ აპარატურა უდგათ ეს სტუდიოზე, სადაც ახდენენ ამ პროცესს მუსიკის სინთეზატორები, ეგრეთ წოდებული, მუსიკის წარმოების პროცესი, სადაც მიმდინარეობს. იმას ხომ აქვს რეგულატორები, ხო? მარჯვნივ ერთი უკიდურესობა და მარცხნივ მეორე უკვე. აი ესეთი რეგულატორები რო წარმოიდგინოთ თითოეული სისტემისთვის. აი რაღაცნაირად რომ განეწყოს ეს სეთი ეს დაახლოებით რაღაც კონკრეტული სეთი ამ რეგულატორებისა, რომ დაალაგდეს კონკრეტული სისტემის. იმისათვის რომ სისტემამ მოქცეს პროდუქტი, ეფექტურად მოქცეს პროდუქტი. რაღაც კონკრეტული წყობისთვის ის საერთოდ არ იძლევა, რაღაც კონკრეტული წყობისთვის ზედმეტ შედეგს იძლევა ისე რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა პრობლემები, მაგრამ რაღაც კონკრეტული ოქრო შუალედი ბეწვის ხიდი არის ძალიან ფაქიზად დასარეგულირებელი, რომელიც მკვეთრად იძლევა ძლიერ შედეგს, ხო? მე ახლა რაზეც ვლაპარაკობ, სინამდვილეში ეს არის აი როგორც წარმომიდგენია მე პირადად და როგორც ასე ერთ-ერთი ესე თქვი იდეა რა, კონცეფციასავით არსებობს, რომ აი როგორ არის დარეგულირებული ჩვენი სამყაროს კონსტანტები, ფიზიკური კონსტანტები, ის რაღაცა რამდენიმე ათეული ფიზიკური კონსტანტა, რომელმაც აი ამ რეგულირებამ აი კონსტანტების დაყენებამ მოქცა ეს შედეგი რაც გვაქვს, ეს სამყარო რაც გვაქვს. ოდნავაც რომ შეიცვალოს რომელიმე კონსტანტა, ძალიან ოდნავაც შეიძლება ეს სამყარო უცებ რავი განადგურდეს, ან სხვა სახე მიიღოს, ან რაღაცა დაემართოს, რაღაც პრობლემები გაუჩნდეს. ხო, ანუ აი ეს ძირითადი რაც მინდოდა დამემატებინა იმ ვიდეოსთვის, საკმაოდ ესეთი მსუყე კონცეფციაა და რეალურად ის ვიდეო შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს და კითხვებს პასუხი გაეცეს, იმ საჭირბოროტო კითხვას რომ აი მაშ ხო აი როგორ დავიცვათ, ხო ეს ოქროშუა. ეგ არის რეალურად მთელი ჩვენი ცხოვრება, დაწყებული ინდივიდუალური ფუნქციონირებიდან დამთავრებული რავი მსოფლიოს მართვამდე, ეგ არის რომ აი როგორ ვიპოვოთ ის შუალედი შეზღუდებასა და თავისუფლებას შორის. ეს რეალურად უკვე პრაქტიკის საქმეა, დაინტერესების და რამდენად ადამიანი მოიწადინებს ამას. კარგით, ეს მინდოდა მეთქვა, გმადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.